ურთიერთობას დღეს რამდენად ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორებად. პატიმარი ექს-პრეზიდენტი და ვითარება ნაციონალურ მოძრაობაში. ხალხის ზალის ინიციატივა, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტების რეესს გულისხმობს. დღეს ჩვენ შეკითხვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში ოპოზიციიდან ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი. ვხდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. მაშასე დღევანდელ ჩვენს გადაცემას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის გახსნის საღამოშვიდობის საბადო შალვა, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობას. საღამოშვიდობის მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. პირველად ვარ თქვენს თბილისის სტუდიაში და მიხარია, რომ გაქვთ აქ სტუდია, გაქვთ შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ საკითხებზე და არა მხოლოდ აქტიურად მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს მაყურებელს. მადლობა. ბატონ შალვა, რეზოლუციით მინდა დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა, როგორც ცნობილი არის, მიიღეს დღეს რეზოლუცია, სადაც მოითხოვენ ევროპარლამენტარები, რომ მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება, ასევე მიმართავენ ისინი საბჭოს და პარტნიორებს, რომ დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი. როგორი არის თქვენი შეფასება? ჩვენ ამაზე სხვა დროსაც გვითქვამს, მათ შორის, როდესაც ამ რეზოლუციის პროექტი გახდა ცნობილი და ამ რეზოლუციამდეც იყო დეკემბერში იყო რეზოლუცია, ივნისში იყო რეზოლუცია. სამწუხაროდ ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებით იქცა დეზინფორმაციის და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ. ძალიან სამწუხარო ხედავთ, არის ჯგუფი ევროპელი პოლიტიკოსებისა, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად დააზიანონ საქართველოს იმისთვის, რომ დაიხსნან სააკაშვილი. ამ რეზოლუციაში თუ შევხედავთ, არის ძალიან ბევრი ფაქტობრივი შეცდომები, მაგალითად საუბარია იმაზე, რომ თითქოს სააკაშვილი არის მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების გამო ციხეში, არადა გელაშვილის საქმეზე მას მისჯილი აქვს 6 წელი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის. ანუ ეს საუბარი თითქოს უფლებამოსილების გადამეტება, ანუ ალბათ სურვილია, რომ რაღაცნაირად აჩვენონ, რომ შეიძლება პოლიტიკურად რაღაც შეფუთული და დანაშაულები იყოს, ან იყოს ბრალდებები. მაგრამ რას უშვებიან ჯგუფურად ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას, რაც ჩვენ ნახეთ, არავის ხო კითხვის ნიშანი ამაზე არა. თვითონ ნაციონალურ მოძრაობაც ხო ამას კითხვის ნიშნავს არ აყენებს. და თვითონ ევროპულმა სასამართლომ არ თქვა გირგულიანის საქმეზე, რომ სააკაშვილი პირადად იყო ჩართული იმაში, რომ აერიდებინა დანაშაული, აიძინა სასჯელი დამნაშავეებისთვის. არის სხვა შეცდომები თავად რეზოლუციაში, როდესაც რეზოლუცია, რომელიც ეყრდნობა ერთ-ერთი არგუმენტად მოყავს ცენტრი ემპათიის დასკვნა. ეს ადამიანები, ცენტრი ემპათიის ექსპერტები, მისი ხელმძღვანელი, ყველას გვახსოვს შაქარაშვილის საქმეზე, ბაჩალიაშვილის საქმეზე, ყველას ახლავს, როგორ სიყალბეს აწვდნენ საზოგადოებას. შაქარაშვილის საქმეზე შევახსენებ საზოგადოებას, ცენტრი ემპათია ამბობდა ადამიანზე, რამხელა ტრაგედია მოხდა, რომ 4 დღე თითქოს იყო ცოცხალი, დაყავდათ მიკროავტობუსით აქეთ-იქით, მოქონდათ, თან ამას ამბობდნენ ექსპერტული დასკვნის საფუძველზე. ეხლა ამ ორგანიზაციის დასკვნას რომ არანაირი ფასი არ აქვს და ეს რომ იციან, ძალიან კარგად იციან მათ, ვინც ეს ჩაწერეს ამ რეზოლუციაში და ეყრდნობიან ამას, ეს არის პირდაპირ რა თქმა უნდა თვალებში ნაცრის შეყრა. ერთადერთი რამე არის, რაც ვეთანხმები ამ რეზოლუციას, საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის საქმე ეს არის ლაკმუსის ტესტი. ნამდვილად არის ეს ლაკმუსის ტესტი იმისთვის, რომ დავინახოთ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი. მართლაც სააკაშვილის საქმე ერთი წელზე მეტი გავიდა უკვე, რაც ის არის საშიახსოვრების დაწესებულებაში, ან იხდის სასჯელს. თუმცა მანამდე, როდესაც მას სასჯელი ჰქონდა მისჯილი 2018 წელს, მას ფარველობის გამო ის არ იყო გადმოცემული საქართველოს მართლმსაჯულების, რომ მას ფარველობდნენ და იყო ასე თავისუფლად გადაადგილდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ ეს არის ტესტი, იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, ვინ არის სინამდვილეში საქართველოს მეგობარი და ხედავთ, რომ ბევრი არის, ასე ვთქვათ, თვითგამოცხადებული მეგობარი საქართველოს, რომ საზოგადოებამ დაინახოს, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი. და ეს არის სამწუხარო სურათი, რასაც ჩვენ უყურებთ, თუ როგორი ასე ვთქვათ, ენერგიით არიან ჩართული იმ საკითხში, რომ დაიხსნან სააკაშვილი. ამას აქვს თავისი გარკვეული სხვა მხარეც, ასე ვთქვათ, ამ ჯგუფმა პოლიტიკოსების, რომელიც არიან მიხეილ სააკაშვილის მფარველები, ამ ჯგუფმა ისე როგორ ვთქვათ, ურცხვად, უტიფრად და დიდი ხნის განმავლობაში ეძახა მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის შუქურა მისი 9 წლიანი ავტორიტარული მმართველობის დროს, რომ ეხლა უკვე ეს უკვე არის არა სააკაშვილის საკითხი, არამედ ეს არის მათი საკითხი, რომ როდესაც ხედავენ, როდესაც მათ ფაქტობრივად
იმის აღიარებით, რომ სააკაშვილი მოიხადოს სასჯელი, ისინი აღიარებენ საკუთარ პოლიტიკურ მაგითხათ ასე ვთქვათ, პოლიტიკურ არასწორ დამოკიდებულებას ქართული ხალხის მიმართ იმ პერიოდში, როდესაც აქ იყო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო ადამიანის ჩაგვრაზე და ამ სისტემას ისინი ფუთავდნენ როგორც დემოკრატიულ რეჟიმს. ამიტომ რამხელა ეს ბილიუსის განცხადება გუშინდელი, რომელმაც თქვა, რომ თუ არ ითამაშეთ იმ თამაშებს, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ, ვერ მიიღებთ სტატუსს. ანუ გადის ახლა სააკაშვილზე ეს მივიღებთ თუ არა ჩვენ სტატუსს, როგორც კეთდება განცხადებები. ამაზე რამდენადაა დამოკიდებული? ეს არის ხომ რა თამაშის წესებზეა საუბარი. ჩვენ დღეს ვნახეთ რა თამაშის წესებს თავაზობს ჯგუფი პოლიტიკოსებისა. ამ ტექსტში რაც წერია, რომ ჩვენ ეს თამაშის წესია, რომ ჩვენ თქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ეს არის პირადი ვენდეტა ბიძინა ივანიშვილის. სიტყვასიტყვით ესე ჩაწერეს. არის სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვინმეს ეჭვიეპარება, რომ ის საჩვენს იმსახურებს, გელაშვილის საქმის გამო ვინმეს ეჭვიეპარება, რომ ის საჩვენს იმსახურებს, სხვა საქმეები მიმდინარეობს და როდესაც ხდება, ასე ვთქვათ, ამ საქმეების შეფუთვა ვენდეტად, და უნდათ რომ აი ეს წესები მივიღო თამაშის წესები, ჩვენ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ისტორია, ჩვენ უნდა დავივიწყოთ ჩვენი აღშფოთება იმ დროს, ჩვენ უნდა დავივიწყოთ 2012 წელს საარჩევნო ყუთებთან საარჩევნო აჯანყება რაც მოხდა, ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, ჩვენი ისტორია გადავწეროთ და ვთქვათ რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ეს არის ვიღაცის პირადი ვენდეტა და არა მართლმსაჯულების აღსრულება. და ეს არის სამწუხარო, რასაც ხედავთ საერთო ჯამში, ეს არის შედეგი არის ის, რომ სამწუხაროდ ეს ჯგუფი პოლიტიკოსებისა აღმოჩნდა, რომ არის სააკაშვილის მეგობარი და არა საქართველოსი და აღმოჩნდა, რომ ისინი დადგენ დამნაშავის მხარეს და არა მსხვერპლის მხარეს. ეს არის არა მხოლოდ დაკვირვება, არამედ არის ის რეალური სურათი, რასაც ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ ხედავს. ბატონო შალვა, თვითონ სააკაშვილმაც ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ აი მოატყუეს ის, როდესაც შემოვიდა საქართველოში. ადამიანი, რომელიც ვთქვათ, ჩამოვიდა ქვეყანაში, მოხდებოდა ბუნებრივია, ხო, მისი დაკავება, როდესაც შემოვიდა ისე როგორც შემოვიდა და სულ რომ საზღვრით შემოსულიყო, მაინც მოხდებოდა, ხო, დაკავება. ის ჩამოვიდა საქართველოში. ახლა ხედავთ, რომ რაც დააკავეს იმ დღიდან, გვესმის, რომ ის ძალიან ცუდად არის. სხვათა შორის ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვა, რამდენიმე დღის წინ ჩვენთან თუ კლავენო ერთ წელიწადნახევრის განმავლობაში რითი ვერ მოკლესო. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რას ემსახურებოდა სააკაშვილის ჩამოსვლა? თუ იცოდა რომ დაიჭერდნენ და მაინც ჩამოვიდა და ესეთი ამბავი იქნებოდა, რას ემსახურებოდა თვითონ აი სააკაშვილის შემოსვლა? არეულობას ხო ახლა თავადაც არ მალავდნენ ამ მიზანს, რომ გვახსოვს დრო, მომენტი, ეს იყო არჩევნების წინა დღეები, როდესაც საბედნიეროდ მოხდა მისი დაკავება, თორემ ვიცით რომ მხარდამჭერების და დაპირისპირება საქართველოში. რომ არა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მაშინდელი მუშაობის შედეგად მიხეილ სააკაშვილის დაკავება, დღეს არავინ არ იცის რა იქნებოდა საქართველოში. ირბენდნენ თუ არა ქუჩაში შეერაღებული ადამიანები, როგორი დაპირისპირება, ან არ დაპირისპირება იქნებოდა, ვინ იქნებოდა ხელისუფლებაში და რომელი ქვეყნის ძალები იქნებოდნენ ახლა აქ შემოსული ძიმე თუ მსუბუქი ტექნიკით. ამიტომ ის, რასაც რომ დავფიქრდეთ, მართლაც მას მისცემოდა შესაძლებლობა და ვიცეს დაუგეგმა, თავადაც თქვა, რომ ის დაუგეგმეს და მათ შორის ხელი დაადო რუსეთთან შეკვრულმა ხალხმა დაუგეგმა ეს გეგმა, ასე ვთქვათ, ეს რომ მოსულიყო იმ ფორმით მოქმედებაში, რა ფორმითაც ჩაფიქრებული იყო, ხომ? გამოჩენა, ღელვარება და ეხლა ვინ ფიქრობს, საზოგადოება დაუთმობდა ეხლა მიხეილ სააკაშვილს და უკან გადასცემდა იმ ხელისუფლებას და იმ ტერორის ინსტრუმენტებს, რომელიც 2012 წელს წარმოქმნა. რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა საზოგადოებაში დაპირისპირების პირდაპირ ინსპირაცია. და აი ამ ყველაფრის მერე, როდესაც ხედავთ თეთრ-ხელთათმანებში გამოწყობილ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ჰუმანიტარულ მისიებზე თუ რაღაც მიზანშეწონებაზე მსჯელობენ, მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში წამოსვლამდე 2-3 დღით ადრე კონფერენციებს აწყობდნენ მისი მონაწილეობით, სადაც ის როგორც უკრაინის მოქალაქე და უკრაინელი ჩინოვნიკი საუბრობდა საქართველოს პოლიტიკაზე, აი ამას რო უშვებდნენ და ასე წაახალისეს სწორედ მისი ჩამოსვლა საქართველოში და პირდაპირ ახალისებდნენ საქართველოში არეულობას. რა თქმა უნდა, ესეც არის გარკვეულწილად ნაწილი, რატომაც არის ახლა ეს ჯგუფი ასე აღელვებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იმიტომ რომ მათ მიუწვდათ პირადი წვლილი
იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი დაუსჯელობით 2018 წლიდან მოყოლებული, მას რომ ჰქონდა 3-4 წელი თავისუფალი გადაადგილების შეხვედრა დაუსჯელობით. იმით რომ მას იღებდნენ ამა თუ იმ ოფისებში, ოთახებში და კონფერენციებზე. სწორედ ამის წახალისდა მისი შემდგომი საქციელი, რომელსაც ლამის საქართველოს მიიყვანა არეულობამდე. ასე რომ ახლა რაც შეეხება თავად ასე ვთქვათ სააკაშვილის ამ დახსნის ოპერაციას, რომელსაც ჩვენ ხედავთ, ეს არის პირდაპირ საქართველოს პირდაპირ არის პროპაგანდის პირდაპირ ობიექტი. ამაზე შეიძლება ვინმე თუ მუშაობს დეზინფორმაციის საკითხებზე, შეუძლია პირდაპირ საქართველოს საკითხს დააკვირდეს ახლა, აღწეროს ის საინფორმაციო ომი პირდაპირ გამოცხადებული, რაც მიდის საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც თან ვიცით უკვე შესაძლებლობას იძლევა ამერიკული გამჭვირვალობის კანონმდებლობა, რომ ვიცით უკვე ცენტებით ვიცით, რამდენია დახარჯული ამ ომში, რომელიც მიმდინარეობს პროპაგანდისტურ ომში, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ. აი უბრალოდ შეუძლია დააკვირდეს ამას ნებისმიერ მკვლევარი და ეს არის სამაგალითო, სასკოლო თუ საუნივერსიტეტო მაგალითი, როგორ ხდება მიზანში ამოღება მთლიანი საზოგადოების, მისი შტურმი დეზინფორმაციული და იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკური ზემოქმედება გააკეთონ. მათ შორის ამ რეზოლუციაში ვხედავთ, ეს არის ზეწოლა პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტზე, რომ მან შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ასევე ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული მიზნებით საზღვარგარეთ გაშვება საერთოდ რა ფორმულირებაა სამართლებრივი სიმართლე გითხრათ. არ ვიცი, მექანიზმები ადამიანისთვის გადავადების სასჯელის არსებობს, ამაზე ჩატარდა სასამართლო პროცესი, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე პროცესი ამ ქვეყანაში, რაც ჩატარებულა პირდაპირ ერთაში გადაიცემა ყველაფერი და სასამართლომ გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ვნახეთ, მათ შორის ყველა ვიხილეთ მტკიცებულებები და დღესაც იყო გარკვეული კადრები, რომელიც ყოველდღიური ასე ვთქვათ დრამატიზების საპირწონე სურათს გვაჩვენებს. დემოკრატიულ ქვეყანაში ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ჩაერევა ვერც პროკურატურის საქმიანობაში, ვერც სასამართლოს საქმიანობაში. აი ამ რეზოლუციით რას ეუბნებიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩაერიათ აი სასამართლოს საქმიანობაში, პროკურატურის საქმიანობაში, როგორ უნდა გაათავისუფლოს ხელისუფლებამ? აი თქვენ მოგინდათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ამ პრემიერ-მინისტრს. როგორ უნდა გაათავისუფლოს? ხო, თავისი მექანიზმები ხო აქვს ყველაფერს. სიმართლე გითხრათ, აი სწორედ ესეც არის საკითხი, როდესაც საუბრობენ ამ რეზოლუციაშიც. მთელი ცინიზმი იმაში არის, რომ საუბარია მათ შორის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე და თავად რეზოლუცია თავისი არსით ერება მართლმსაჯულებაში, ან მოუწოდეს მართლმსაჯულებაში ჩარევას. სიმართლე გითხრათ, სწორედ ეს არის მთელი ცინიზმი ამ მდგომარეობის და თუ კი შევხედავთ სამწუხაროს, თუ კი ასე ვთქვათ, აშკარა მაგალითებს ნახავთ, რომ გარკვეული ასე ვთქვათ შეღავათები გაკეთდა ამნისტიით თუ შეწყალების მხრივ, იყოს სწორედ ის მომენტები, როდესაც სწორედ ეს ჯგუფი პოლიტიკოსებისა ჩაერია საქართველოს მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ დაეხსნათ მაშინაც მათი პოლიტიკური მეგობრები. და ვხედავთ, ეს პოლიტიკური მეგობრება გრძელდება, დღეს ვხედავთ, რომ ვანო მერაბიშვილი აპირებს თუ ბრუნდება თუ დაბრუნდა პოლიტიკაში, ადამიანები, რომელსაც შექმნა მიხეილ სააკაშვილის დავალებით ადამიანის ტერორზე დაფუძნებული სისტემა, მან მართალია მოიხადა სასჯელი სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ მას არ მოუხდია ის მორალური სასჯელი, რომელიც ადამიანმა საკუთარ თავსაც უნდა დააკისროს და როდესაც ადამიანი არის ტერორის სისტემის შემქმნელი სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის, მაგრამ ხედავთ, რომ მასაც ეს ჯგუფი პოლიტიკოსებისა ხელს ართმევდა, ჩამოართმევს ზოგიერთი მათგანი, ნახავთ, აი მე პირადად ძალიან ვაკვირდები, მაინტერესებს ძალიან აი ეს პოლიტიკოსები ვიხილო, როგორ ჩამოართმევენ ხელს ადამიანს, რომელსაც ეს ტერორი შექმნა. თუმცა კიდევ ერთხელ ადამიანები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უწოდებენ დღესაც, აი ამ ყველაფრის შემდეგ, რაც გააშკარავებული არის მისი დანაშაულები, ცნობილია მისი მსხვერპლები. ეს მსხვერპლები დღესაც არიან, ზოგი უკვე ვერ მოესწრო იმას, რომ ეს მართლმსაჯულება აღსრულებულიყო, დღესაც მას დემოკრატიის შუქურას უწოდებენ, ხელსართმევინა თავისკენ ეპატიჟებიან. არ ვიცი ხა უკვე სიმართლე გითხრათ გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ ეს არის ის მდგომარეობა რაც არის, კარგი არის სხვა რამ. კარგი ის არის, რომ საბედნიეროდ ხა ეს ჯგუფი უკვე ხედავთ, რომ რამდენიმე ცდელობა აქვს, ასე ვთქვათ, ზეწოლისა, ერთ-ერთი ჩვენი საზოგადოების და ასევე სახელმწიფოს, პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოს ტესტი, ლაკმუსის ტესტი დღეს სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ზეწოლას გაუძლოს და არავითარ შემთხვევაში არ დაექვემდებაროს იმ ყალბ
დილემას, რომლის წინაშეც ცდილობენ დააყენონ საქართველოს, თითქოს არსებობს არჩევანი სააკაშვილსა და ევროპას შორის. აი ეს აქამდე რომ მიყავთ ასე პერსონიფიცირებულ ზოგიერთი ჯგუფი ქვეყნის საკითხისა და უკავშირებს ერთ ადამიანს, ეს ერთადერთი არის მიუთითებს, არის თავად ამ ჯგუფის პოლიტიკურ კრედოზე, ეს არ არის ევროპული აზროვნება, ეს არის საბჭოური აზროვნება, რომელიც ზოგიერთი წარმომადგენლისგან გასაკვირი არ არის. ბატონო შალვა, თქვენს თქვით, რომ აი გამოჩნდა უკვე ღია თვანო მერაბიშვილი, მან თქვა, რომ მოსწონს ხაბეიშვილის მუშაობა, ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონებში არის პატარ-პატარა საპროტესტო აქციები და ისინი ამბობენ, რომ დედაქალაქში შეიკრიბებიან და აიძულებენ ხელისუფლებას, რომ მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება. აი მთელი აი ამ პროცესები, რაც ხდება ახლა ნაციონალურ მოძრაობაში, რა ანალიზის გაკეთების საშუალებას გაძლევთ, რა ხდება დღეს იქ? ორი რამე, ერთი ეს ხედავთ, რომ ჩვენ რომ ნაციონალურ მოძრაობა უკვე იქცა გარკვეულ პროფანაციად პარტიის უკვე საკუთარ თავსაც ვეღარ აღიქვამენ სერიოზულად, შიგნითაც ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაში ხედავთ, რომ ეს ირონია, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ნაციონალურ მოძრაობის მიმართ, მათი ესე ვთქვათ, ერთი მხრივ მუქარის და მეორე მხრივ აბსოლუტური უუნარობის პოლიტიკური ეს ირონია უკვე შიგნითაც აქვს ერთმანეთის მიმართ და ამას ხედავთ და ეს არის კარგი, ამ ტესტს აბარებს ახლა სწორედ ქართული საზოგადოება და საკუთარ ადგილს უჩენს ნაციონალურ მოძრაობას. ამავე დროს აი ეს სისუსტე ნაციონალურ მოძრაობას და გვაჩვენებს ასევე, რომ მთლიანი ეს ასე ვთქვათ, ეს გარკვეული შტურმი სააკაშვილთან დაკავშირებით არის არა ქართული პოლიტიკის, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობის ხარდამჭერებზე დაფუძნებული ასე ვთქვათ, გარკვეული ტალღა, არამედ ეს არის სრულად მიხეილ სააკაშვილის უცხოელი მფარველებისგან მართული, აქტივირებული და გაძღოლილი ტალღა, რომელსაც ჩვენ ახლა ხედავთ და კიდევ ერთხელ ეს არის მათ შორის ეს საკითხი არის ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა, როდესაც ამ დონეზე ხდება ქვეყანაზე ზეწოლა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ისე რომ შიგნით კიდე ამასაც ხაზი უნდა გაუსვათ, რომ შიგნით ნაციონალურ მოძრაობის ხარდამჭერებისგანაც კი არ არის სიმპათია ამ ტალღის მიმართ. ხედავთ, რომ ამ ტალღის და რომელიც უკვე ვიცით, რომ $1,000,000-ზე მეტი დაჯდა ოფიციალურად რაც უწევთ და სხვა არ ვიცით რა ჯდება ეს პროპაგანდისტული ტალღა, რომ ამ ტალღას არანაირი გამოძახილი ქვეყნის შიგნით არ აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად იცის. ნაციონალურ მოძრაობის აქტივისტებმა თუ მხარდამჭერებმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე უნდა მოიხადოს სასჯელი, ეს არის ელემენტარული პრინციპი ევროპული სამართლებრივი სახელმწიფოსი და ამის გადაბრუნება და ვენდეტად დაძახება ეს არის პირიქით, არის სწორედ ორველისეული ნიუსპიკი, როდესაც ცდილობენ მართლმსაჯულებას დაარქვან ვენდეტა, ტერორის შემქმნელს დაარქვან დემოკრატიის შუქურა და ასე შემდეგ. აი ამას მთელი ხანდახან ადამიანს ალბათ გაგეცინებ რომ უყურებ რამდენად აშკარა უტიფარი არის ეს მთლიანი პროპაგანდა, რომ შავზე თქვა თეთრი, შემდეგ დათვალონ აი რამდენი გამოვიდა, რამდენმა მხარი დაუჭირა, რა მნიშვნელობა? როდის აქეთ არის რომ სიმართლე განისაზღვრება რიცხოვნობით, ხომ რაც არ უნდა ბევრმა ადამიანმა თქვა შავზე თეთრი, ეს შავი ვერადოს ვერ გახდება თეთრი. და ერთი სიძლიერე ქართულ საზოგადოებას ნამდვილად აქვს და აჩვენებს ბოლო პერიოდი, რომ ქართული საზოგადოება უკვე არის ამ პროპაგანდის, დეზინფორმაციის მიმართ არის იმუნური, შეუძლია ძალიან კარგად გაარჩიოს რა არის დეზინფორმაცია, რა არის სიმართლე და ამაზე პასუხს აძლევს ის ყოველდღიურად სწორედ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ცდილობს ამ ტალღის შიგნით აგორებას და ქართული საზოგადოება ყოველდღიურად ადასტურებს, რომ ამ დეზინფორმაციას საქართველოში გასავალი არის. ბატონ შალვა, ევროპარლამენტარების იქით უკრაინიდანაც კეთდება ხშირად განცხადებები სააკაშვილთან დაკავშირებით. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ფოტოებით წარსდგა ხომ მედიასთან და მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, მან თქვა, რომ მას აწამებენ საქართველოში და კლავენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა იყოს ახლა დაკავებული უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილის თემით? თავისთავად ზოგადად მეც პირადად თავს ვიკავებ იმ დროს, როდესაც უკრაინა არის
სამართლიან ომში აქ კომენტარების, ზედმეტი კომენტარების გაკეთებისგან, ვინაიდან ამ მდგომარეობაში გასაგებია, რომ უფრო შეიძლება არ ქონდეს იმდენად სიღრმეში წასვლის შესაძლებლობა ზოგიერთ ადამიანს. თუმცა მოვა დრო და რა თქმა უნდა ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ უკრაინულ კოლეგებთანაც გვექნება საუბარი დაწყებული იმით რომ ადამიანმა რომელიც საქართველოში ყავს ბევრი მსხვერპლი მისი რეჟიმის ეს ადამიანი შეფარებული იქნა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ეს ადამიანი დაწინაურებული იქნა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში და ეს ადამიანი შემოიპარა საქართველოში აქ არეულობის მოსაწყობად ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან ასე რომ ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მძიმე საკითხები და მნიშვნელოვანი საკითხები რომელიც მაშინ მომავალში იქნება სასაუბრო ახლა რთულია უკრაინას აქვს თავისი ამოცანები თავისი გამოწვევები და ეს არის პირველი ყოვლისა მათთვის მნიშვნელოვანი ამ ფონზე რომ იცლიან უკრაინელი ოფიციალური პირები იმისთვის რომ დამატებით კიდევ ამ დეზინფორმაციას დაუმატონ რაღაც ასე თქვა დაამძიმონ სხვა ასეთ საკითხებით წამება და ასე შემდეგ რაც ყველამ იცის ხო ნუ ტყუილია ხა ამაზე აი რა როგორ შეიძლება სხვანაირად მარტო სააკაშვილი არა პრინციპში ხო იქინა გაკეთებული განცხადება მოვისმინეთ სხვადასხვა ბრალდებების შავი ხვრელები და რომ ვეხმარებით ოკუპანტ რუსეთს ასე შემდეგ და ასე შემდეგ სახელმწიფო რომელიც არის ჩვენი პარტნიორი სტრატეგიული პარტნიორი ყოველ შემთხვევაში ასე ვიცოდით ხო დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ უკრაინის ხელისუფლება არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რა ურთიერთობა გვაკავშირებს ახლა უკრაინასთან კიდევ უკრაინას აქვს თავის გამოწვევები და ის სხვანაირად უყურებს სამყაროსაც, სხვანაირად აღიქვამს სამყაროსაც, მას ყოველდღიურად არის ომში და ის კონცენტრირებულია საკუთარ თავზე. აქ რთულია ხანდახან მათ შორის ვიფიქრო, რომ ემპათია შეიძლება ქონდეს სხვათა მიმართ, იმიტომ რომ გასაგებია, რომ საკუთარ თავზე არის კონცენტრირებული. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიციიდან ჩვენ არ გვაქვს ნაკლები ნაომარი და ნაბრძოლი. სამი ომი გვაქვს გამოვლილი, სადაც რუსეთი იყო ჩართული. ჩვენ ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული არის, ჩვენს ტერიტორიაზე არის რუსული ჯარი დღემდე განთავსებული, ასე რომ ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვართ ისეთი ქვეყანა, როგორც ევროკავშირის თუ ნატოს სხვა წევრები, რომელიც შეიძლება, ასე ვთქვათ, უფრო ის ქვეყნები, რომლებმაც თავის მხრივ თავისი პოლიტიკით გააძლიერეს, შეიძლება წაახალისეს რუსეთის ასეთი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ ჩვენ სხვა ლიგაში ვართ. ჩვენ არაფერი დასამტკიცებელი არ გვაქვს უკრაინის მიმართ და არც არავის მიმართ. ჩვენს ასე ვთქვათ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ეს ჩვენ დავამტკიცეთ სამი ომით. ასე რომ და ჩვენი სისხლით, რომელიც არავის ნაკლები ფასი არ აქვს. ასე რომ კიდევ ერთხელ ამ ასე ვთქვათ საინფორმაციო გარკვეულ ჩხლეტებს ასე ვთქვათ ავიტანთ ეს არ არის პრობლემა თავარი არის ერთი რამ რომ ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ კეთილსინდისიერი ჩვენს დამოკიდებულებაში ამ საკითხების მიმართ და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა ჩვენმა საზოგადოებამაც რომ იცოდეს თუ რას ნიშნავს საქართველოს პოზიცია საქართველო ამ მთლიან ალიანსში რომელიც უჭერს უკრაინას მხარს და უჭერს როგორ ჩვენ ვიყავთ ყველა რეზოლუციის მხარდამჭერი და ინიციატორი მათ შორის ჰააგაში სისხლის სამართლის სასამართლოში განცხადების თანაავტორი მოლდოვა მოარი თქვა თანაავტორობას ჩვენ გაეროში რეზოლუციას არ ვქონთ ხარი დაუჭერთ თანაც სპონსორი ვიყავით ევროსაბჭოდან გარიცხვის მონაწილე და რუსეთის გარიცხვის მონაწილე და მხარდამჭერი ვიყავით ეს პოლიტიკურ მხარდაჭერასაც შეეხება და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას ჩვენ ხო ხედავთ გავიდა ერთი წელი აი როგორი პროპაგანდისტული ტალღა არის სანქციების გვერდისავლასთან დაკავშირებით ხომ აი თან რა ტალღა არის და ვერც ერთი ფაქტი ვერ მიახლოებითაც კი ვერ დადასტურდა ეჭვის დონეზეც კი ვერ დადასტურდა რაიმე გონივრული ეჭვის დონეზე მიუხედავად იმისა რა თქმა უნდა გამოწვევები დიდია ჩვენ ვართ მოსაზღვრე ქვეყანა რუსეთის რა თქმა უნდა როცა არსებობს სანქცია იქ არსებობს ყოველთვის ჯგუფები რომლებიც ეცდებიან სანქციებს გვერდი აუარო ხო დღეს სამყაროში იარაღით ვაჭრობა და
ნარკოტიკებით ვაჭრობა აკრძალულია, მაგრამ რაღაცნაირად მოძრაობს ეს აკრძალული ნივთები სამყაროში სხვა ქვეყანაში შედის, ხო? ანუ სადაც არის აკრძალვა, იქ ყოველთვის არის ცდელობა, ჯგუფები, რომელთაც უნდა ხელი მოითმონ, უფრო ძვირად გაყიდონ რაღაც ნივთები, მაგრამ ნახეთ, რომ მიუხედავად ამ დიდი რისკებისა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საზღვარი გახსნილი აქვს, არ გვაქვს ჩაკეტილი, არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა ამ ყველაფრის ამ სანქციების გვერდის ავასთან დაკავშირებით. აი ვართ ამ ყველაფერში და ვართ ერთადერთი ქვეყანა ამ მთლიან ალიანსში, ვისაც არ იცავს ნატოს ჯარი. ყველა სხვა გულად ქვეყნებს იცავს ნატოს ჯარი. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, ვისაც არ იცავს ევროკავშირის სოლიდარობის ქოლგა. ჩვენ ეკონომიკურად რაღაც ზიანი რომ მივიღოთ, ევროკავშირი ან სხვა ვინმე თუ დაგვეხმარება, ეს იქნება კეთილი ნება. ევროკავშირში შიგნით ეხლა რაზიანსაც იღებენ, იქ არის სოლიდარობის შესაბამისი ინსტრუმენტები მისთვის, რომ ამ თუ იმ ქვეყანას, რომელსაც ზიანი მიიღო სანქციების შეერთების გამო თუ ასე შემდეგ, ეკონომიკური ბენეფიტები და დახმარება ქონდეს. ჩვენ ეს არაფერი არ გვაქვს. ჩვენ არ გვიცავს ნატოს ჯარი, ჩვენ არ გვიცავს ევროკავშირის სოლიდარობის ჩვენს ტერიტორიაზე რუსული ჯარი რამდენიმე ათეული კილომეტრიდან მოცილებით დედაქალაქიდან რამდენიმე ასეული მეტრით მოცილებით თავარი მაგისტრალიდან, რომელიც არის არტერია ქვეყნის და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ ზუსტად იმავე სოლიდარობით და დამოკიდებული და გაწყობილი, როგორც არის სხვა ქვეყნები. ასე რომ აქ ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არავის არ არსებობს ქვეყანა ამ დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია პრეტენზია წაუყენოს საქართველოს მისი სოლიდარობის ხარისხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, ვინც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მარტო არ გვიცავს ნატო, არ გვიცავს ევროკავშირი, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ პრინციპული ამ სოლიდარობაში. ბატონო ცალვა, გაკეთდა რუსეთის ფედერაციიდან ხო განცხადება, რომ საქართველოსთან შესაძლოა აღდგეს საჰაერო მიმოსვლა. ამაზე ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა თავად ეს სანქციები თავის დროზე რუსეთის ფედერაციამ დაუწესა საქართველოს, მაგრამ გაკეთდა ესეთი განცხადება, რომ ახლა დაუშვებელია ყოველგვარი ფრენების აღდგენა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ მოხდა ისე, რომ სანქციები მოხსნა რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მისამართით, ეს ხომ არ გამოიწვევს იმას, რომ რაღაცა სანქციები დაუწესდეს მერე ჩვენს ქვეყანას? უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება შეზღუდვებს საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან, ეს ანუ ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში მსხვერპლი, ხო? რომელიც არის იქნება ეს სავიზო რეჟიმი თუ სხვა შეზღუდვები, თქვათ, რაღაც გარკვეული პროდუქტების გატანის და ასე შემდეგ, ჩვენ ვართ მსხვერპლი, რამდენიმე წელია ჩვენ ეს მსხვერპლი ვართ ასე თქვათ სანქციის ობიექტი, ასე თქვათ, ამ ყველაფრისა. ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრივ ვერც ვერაფერს მოხსნით, ვერც ვერაფერს ვიზავთ, ეს არის რუსეთი, რომელიც თავისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური თუ რაღაც მიზანშეწონილობით იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვერ ჩავერევით ვერანაირად, ბერკეტი არ გვაქვს არანაირი, რომ ჩავერევთ ამ გადაწყვეტილებაში ან ერთი, ან მეორე მიმართულებით. რაც შეეხება ჩვენ პოლიტიკას, ჩვენი პოლიტიკა მაგალითად საზღვართან დაკავშირებითაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ შიგნით და ზოგიერთი გარედანაც, რომ ჩაგვეკეტა საზღვარი, ხო? და არ ჩაკეტილა ეს საზღვარი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკამ საკითხის მიმართ, სანქციები დაგვეწესებინა, მოგვიწოდებენ დღემდე მათ შორის ზოგიერთი მცხოვრები პოლიტიკური ჯგუფები, რომ სანქციები დაწესდეს და სულ ახლახან დათვლილი იქნა კიდევაც რა გავლენა ექნებოდა ჩვენ რომ დამატებით ესე ვთქვათ დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები რუსეთისთვის და დათვლილი იქნა ეს ეკონომიკურად, რომ ეს იქნებოდა 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა. არა თუ ეკონომიკურად ერთ ადგილას გომა, ან ის 10%-იანი ზრდა, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ და ამით გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა, რომ მაგალითად გავზარდოთ ჯარის და პოლიციის ხელფასები, საჯარო მოხელეების ხელფასები, სოციალური პროგრამები გქონდეს. არა თუ ეს გვექნებოდა 10%-იანი ვარდნა, რაც ნიშნავს ხალხის პირდაპირი მნიშვნელობით ამ სიტყვის. და რუსეთისთვის ეს იქნებოდა მინიმალური დანაკლისი, რომელიც 0 და ასე იქით მეასედების პროცენტებში იქნებოდა. ამიტომ ჩვენ რომ თავის დროზე მოგვესმინა იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომელიც დაჟინებით მოგვიწოდებდნენ სავიზო რეჟიმის შემოღებას, საზღვრის დაკეტვა, არ ვიცი სხვა ასეთი ღონისძიებების შემოღებაზე, დღეს ჩვენი მოსახლეობა იქნებოდა უკიდურეს გაჭირვებაში. სწორედ აი ამ ხალხის დამსახურებით, რომელიც დღესაც ასე ვთქვათ, თითქოს რაღაც პატრიოტული განწყობებით და ყოველ შემთხვევაში ასეთი ვთქვათ ენერგიით გამოდიან და კიდევ ამ თემებზე საუბრობენ, როდესაც ფაქტობრივად დადასტურდა
რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა კინაღამ ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვია საქართველოში და კიდე კარგი საქართველოს ხელისუფლება არ აყვა მაშინ ეს პროპაგანდული ტალღა იყო ეს რომელიც იყო არამხოლოდ ასე ვთქვათ იდეად გაჟღერებული, არამედ პირდაპირ მედია პროპაგანდა მიდიოდა რომ რას ქვია რატომ არის საზღვარი ღია, რიგები არის და ასე შემდეგ. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა ერთი რამ აი ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში. პირველი, საქართველო არის მაქსიმალური აბსოლუტურად შესაძლებლობის ზღვართან მისული მხარდაჭერის მდგომარეობაში უკრაინის მიმართ და მეორე რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვა არც უსაფრთხოების მხრივ და არც ეკონომიკური მხრივ კრიზისი საქართველოში რაც იქნებოდა გარდაუვალი ჩვენ რომ დაგვეჯერებინა თავის დროზე მოწოდებებისთვის სანქციის დაცვა. ბატონ შალვა და მინდა კითხოს ასევე ევროპელი სოციალისტების ინიციატივა არის რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია 2008 წლის ომთან დაკავშირებით. გასაგებია რომ ჰაგის სასამართლოშიც მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება სადაც საქართველოს გამართლდა ამ პროცესებში. თქვენი პოლიტიკური გუნდი როგორ თვლის არის ახლა საჭირო აი ამ კომისიის შექმნა? რაც შეეხება აგვისტოს ომს სწორედ ახსენეთ რომ სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის და იმ პროცედურებით რომელიც აწარმოა იუსტიციის სამინისტრომ მათ შორის იმ დაკარგული მტკიცებულებების დაბრუნებით რომელიც ომის შემდეგ ქვეყნიდან გაიტანეს და დაბრუნება მოგვიწია რომ მტკიცებულებები გამყარებულიყო როგორც სტრასბურგის სასამართლოში ისე ჰააგის სასამართლოში დაადასტურა რუსეთმა აწარმოა აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ და რუსეთს აქვს ოკუპირებული სამართლებრივად დადასტურებული არის ეფექტური კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე ასე რომ აქ სამართლებრივი პასუხი ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა უკვე არსებობს ასე რომ მე ამგონი აქ რაიმეს კიდე დამატებითი ასე ვთქვათ ინფორმაცია შეიძლებაოდეს კიდე მოძიებული და ასევე ხალხის ძალამ წარმოადგინა ინიციატივა რომ კანონპროექტი უფროსწორად რომლის მიხედვითაც უცხოური დაფინანსებები ვთქვათ არასამთავრობოებზე მედიას საშუალებებზე რაღაცა თავი უნდა მოიყავაროს და აღირიცხოს აი ამ შემოსავლებმა ქვეყანაში. არასამთავრობოების ნაწილი ამბობს, რომ აი პირდაპირ დაარტყავს ეს მათ ხელისუფლების, ანუ ქართული ოცნების მიდგომა აი აქ როგორი იქნება? თავისთავად ჯერ პროექტს გაცნობილი არ ვარ, მაგრამ თავისთავად ეს რა თქმა უნდა შეთანხმების ევროპარლამენტშიც იყო დღეს ამაზე საუბარი იქ. მეხსენებინა გარკვეული ირონიაა რომ ამ კრიტიკის ფონზე დღეს ნახეთ რომ ევროპარლამენტში ევროპული სახალხო პარტია სხვათა შორის მათი ინიციატივა არის რომ ზუსტად ამერიკული სისტემა იქნეს გადაღებული ევროპარლამენტისთვის რომელიც ბოლო პერიოდში იცით გაეხვა კორუფციულ სკანდალებში და გავლენით ვაჭრობის საკითხებში. რა თქმა უნდა ფაგიზის საკითხი არის ეს ერთი მხრივ თუმცა მეორე მხრივ ეს არ არის ახალი თემა და მე პირადად როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ისე დონორ ორგანიზაციებთან ყოველთვის მაქვს ამაზე საუბარი რომ მნიშვნელოვანი არის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იმ სფეროში, როდეს ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირება და მიღება. ჩვენ მათ შორის ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია არის სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონეზე. პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირების და მისი მიღების პროცესში გამჭვირვალობა გულისხმობს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რომ ხალხი, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს შემდეგ ზეგავლენა მათ ცხოვრებაზე, ის ხალხი რა ინტერესებით მოქმედებს. ამიტომ არის პოლიტიკურ პარტიებს მაგალითად, ხო აქვს ვალდებულება, რომ ყველა შემოწირულობა, ყველა ხარჯი დეტალურად წარუადგინოთ შესაბამის უწყებაში, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს ასევე აქვთ ვალდებულება, რომ მთლიანად მათი ქონება, შემოსავალი, გასავალი დეკლარირება გააკეთონ პერსონალურად, რატომ? იმიტომ რომ არსებობს დემოკრატიული პრინციპი, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რომ ისინი ვინც იღებენ გადაწყვეტილებას მათ საკითხთან დაკავშირებით, ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, რა ინტერესებით მოქმედებენ. ახლა, როდესაც ჩვენ განსაკუთრებით ჩვენ მდგომარეობაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ეს პრეტენზიაც, ასე ვთქვათ, უფრო გაცხადებული რომ გამოგვაცხადონ. ეს მეორე საკითხია, მაგრამ გამჭვირვალობა აქვს. თავი არის გამჭვირვალობის საკითხი, რაც სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა გარკვეული
დისკუსიები, იმიტომ რომ ეს იმდენად ბანალური ჭეშმარიტება არის, რომ გარჩევდა ამის ახსნას ვცდილობ, გამჭვირვალობა საჭიროა. უყურეთ, როცა ამ გადაწყვეტილების მიღების სფეროში გარდა პოლიტიკოსებისა, ერთვებიან სხვა ჯგუფებიც, ორგანიზაცია იქნება თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ისინი ექცევიან ავტომატურად მოქალაქეების მხრიდან იმ უფლებაში, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, რა ინტერესები არის მათ უკან. შემთხვევით ხომ არ არის რაიმე ფინანსური ან სხვა რაღაც ინტერესები, ყოველ შემთხვევაში იცოდნენ, ანუ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, აქ არაფერი არ იგულისხმება, რომ არის ცუდი, ანუ როდესაც პარტია აცხადებს თუ ვინ აფინანსებს, ხო ანიშნავს ეს ცუდია რომ აფინანსებს. ხო აბობს აი ეს არის დამფინანსებელი, შემდეგ საზოგადოება თვითონ გამოიტანს თავის დასკვნას. ამიტომ თავისთავად რაც შეეხება გამჭვირვალობას და სხვა შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი ამ ინფორმაციას აქვეყნებს კიდევაც, იმიტომ რომ ეს თავისთავად ცხადია რომ უნდა არსებობდეს ეს გამჭვირვალება, თუმცა არის დიდი ნაწილი რომელიც არ აქვეყნებს და არ ვიცით ჩვენ ახლა ამა თუ იმ ორგანიზაციის უკან რა ფინანსები არის ეს პოლიტიკური ფინანსები, არის ეს ეკონომიკური რაღაც დაინტერესება, პირდაპირ ვიცით ოფიციალურად პარტიებთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც შეიძლება აგენტებიც იყვნენ, აი ამაში როგორც თვითონ ამბობენ, რომ აი აგენტებად უნდა რომ გამოცხადდნენ. ანუ ისე თქვა მინდა, რომ აი უბრალოდ გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე რო თქვა, მაგალითად მათ შორის კეზერაშვილის თავად განაცხადა ღიათაც, რომ ის აფინანსებს არასამთავრობო სექტორს და ხომ უნდა ვიცოდეთ ვინ სად რა არის, იმიტომ რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებისთვის, როდესაც არიან ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობენ კონსულტაციებში თუ გადაწყვეტილების მიღების ფორმირებაში, ვიცოდეთ ვისთან გვაქვს საქმე და საზოგადოებამ იცოდეს ვისთან აქვს საქმე. ეს ერთი გამჭვირვალობას რაც შეეხება. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, იმას რომ თითქოს ახლა ვიღაცა ცადდება რაღაც აგენტად, ხა აქ არის ტერმინების აღურება, მე მგონი რომ ჯაშუშად დავაცხადებ თუ ჯაშუშად ხდება, ასე ვთქვათ, გადმოთავებნა აგენტობის. მაგრამ ეს შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სენსიტიური თემა ზოგადად, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება თან ვისგან ის ჯგუფი რომელიც მოითხოვს აბსოლუტურ გამჭვირვალობას სხვებისგან თავად როგორ შეიძლება რომ უარზე იყოს გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტი რომ იყოს მათ მხრიდან. და ასე უნდა გითხოთ სხვათა შორის თქვენს ერთწლიან ანგარიშშიც იყო შეტანილი რომ პირველი მარტიდან აკრედიტაციის მედიისთვის აკრედიტაციის წესები იცვლება თქვათ ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის და მოგვისმენია ხო აი ამ დღების განმავლობაში ეს მიზანმიმართულად ხდება რომ მათ ხელი შეეშალოთ მუშაობაში ასე შემდეგ და ასე შემდეგ თქვენი აი ეს უფრო მეტი განმარტება რომ მოისმინოს მაყურებელმა რისთვის კეთდება ბატონო შალვა ეს და მართლაც ხომ არ გამოიწვეს მედიისთვის რაღაცა ხელის შეშლა საკანონმდებლო ორგანოში უპირველეს ყოვლისა ეს ნიშნავს რომ საპარლამენტო ჟურნალისტის სტატუსი ხელახლა დამკვიდრდება პარლამენტში და ქვეყანაში რაც არის პრესტიჟი რომ იყოს საპარლამენტო ჟურნალისტი სწორედ ამ აკრედიტაციით დღევანდელი მდგომარეობა არის რომ ყოველ ჯერზე ჟურნალისტი უნდა შემოსვა პარლამენტში ხდება საშუის დაშვება ასე შემდეგ ერთჯერადად შეიძლება მიეცეს შეიძლება არა ეს აკრედიტაცია მისცემს შესაძლებლობას საპარლამენტო ჟურნალისტებს საკუთარი საბუთით რომელიც მიეცემა ნებისმიერ დროს პირდაპირ შემოვიდეს პარლამენტის შენობაში არანაირი საშუის დაშვება და ნებართვები მას არ ჩერდება ნებისმიერ დროს შეუძლია შემოვიდეს იმუშაოს შეაგროვოს მასალები და ასე შემდეგ ანუ ეს არის უპირველეს ყოვლისა თავად ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანი მეორე თავისთავად პარლამენტი არის ამავე დროს ორგანიზაცია ეს არის საჯარო სივრცე ასე ვთქვათ თავისუფალი არის ორგანიზაცია სადაც უპირველეს ყოვლისა ხალხისთვის მიდის მუშაობა, ანუ იყოს სამუშაო გარემო და ამისთვის მნიშვნელოვანი არის რომ ყველა ისე მუშაობდეს, რომ ერთმანეთს არ უშლიდეს ხელს, უხეშად ვთქვათ, ხომ? შესაბამისად არსებობს წესები, ყველა პარლამენტში არის სწორედ ეს აკრედიტაცია და მათ შორის წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება. ჩვენ გამოცდილება გვაჩვენა და შევისწავლეთ ამავე დროს საუკეთესო პრაქტიკა რაც არსებობს ევროპულ ქვეყნებში და ყველაფერი რაც ჩვენთან არის არ არსებობს არც ერთი წესი, რომელიც არ არსებობს ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ანუ არაფერი განსაკუთრებული არის და არის მინიმალური, მათ შორის არ მხოლოდ ეთიკური ჟურნალისტიკის, არამედ ადამიანური სტანდარტი. მაგალითად, რომ ადამიანს თანამშრომელი იქნება პარლამენტის თუ დეპუტატი, ოთახში ჩართული კამერით ესე ვთქვათ, წინასწარი თანხმობის გარეშე არ შეუვარდე უხეშად რომ თქვა, ხო? და გვახსოვს ესეთი კადრები გვინახავს ტელევიზიაში, როდესაც ადამიანი, ხა, როცა არის თავის სივრცეში, ასე ვთქვათ და პირდაპირ ჩართული კამერით უვარდებიან, ეს ნიშნავს, რომ თვითონ ადამიანი ამ დროს მუშაობის დროსაც არ არის კომფორტულად, ხო? დათქმული ფიქრობს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვიღაცა შეუვარდეს.
რატო ოდესაც საჭირო შეთანხმება. საუბარი იმაზე რომ ეგრეთ წოდებული დადევნება თუ ადევნება კორიდორებში რაც ასევე ხშირად გვინახავს, რასაც არანაირი ინფორმაციული დატვირთვა არ აქვს, არც ერთს არც მეორეს, ხო? აქ ამოსავალი წერტილი რა არის? ჟურნალისტის მუშაობა პარლამენტში რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჟურნალისტი არის მედიუმი, ასე ვთქვათ, ან შუამავალი პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის და უნდა მიიტანოს ინფორმაცია. და ამიტომ ხელი უნდა შეუწყოთ, რომ მას ჰქონდეს ისეთი მასალი შეგროვების შესაძლებლობა, რასაც ინფორმაციული დატვირთვა აქვს საზოგადოებისთვის. ადამიანის დევნას კორიდორში არანაირი ინფორმაციული დატვირთვა გარდა დრამატული კადრების წარმოდგენის არ აქვს. ადამიანისთვის ოთახში შევარდნა არანაირი ინფორმაციული დატვირთვა არ აქვს. ხომ რა არის ინფორმაცია? ადამიანი ოთახში ზის, ეს ხო არ არის ინფორმაცია რა. არანაირი დატვირთვა არ აქვს. მე მქონდა საუბარი ჟურნალისტებსაც, საუბრე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, კიდე 1 მარტიდან შევა ძალაში და კიდე მექნება საუბარი და ფიქრობ რომ აი ამ საუბრით ჩვენ გარკვეულად თანხმდებით კიდევაც რომ აქ რაიმე ბოროტი განზრახვა რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ამავე დროს არის სურვილი და განზრახვა რომ იყოს გარკვეული ურთიერთობის სტანდარტები, რომელსაც ყველა დავემორჩილებით და ამიტომ კიდევ ერთხელ ყველაფერი რაც იქ არის გაწერილი, არ არსებობს არც ერთი წესი, რომელიც არ არის იმედს ვიტოვებ, რომ რაღაცა არ მოხდება ისე, სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ წინა ხელისუფლების დროს ზოგადად იყო ესეთი აპრობირებული მეთოდი ხომ რომ კითხვა უნდა დაგესო რომ გამოვიდოდა რესპონდენტი ერთხელ დასვი კითხვა და რამის სამსახურიდან გამოვიდა. ხო, სხვათა შორის არის ესეთ ხანდახან ესეთი წესიც არის ზოგ ქვეყანაში, სადაც ინტერვიუს წინასწარ შეთანხმება ჭირდება. ასეთი რამ ჩვენთან არ არის და ესეც აუხსენი ხა ვინმე თუ შეიძლება არასწორად ინტერპრეტაცია იყო. რა თქმა უნდა შეუძლია ჟურნალისტს მივიდეს ნებისმიერ რესპონდენტთან, დაუსვას კითხვა და ეს გადაიღოს კიდევაც, გადაიღოს რომ ის თუ არ პასუხობს კითხვაზე ან უარს ეუბნება, ესეც გადაიღოს და აჩვენოს თავის ანუ აი ჩაკითხვის უფლება არ გაქვს ბრიფინგზე და ანუ ესეთი რაღაცები არ იქნება. თავისთავად საუბარი ერთ-ერთი რომ ეს ადამიანი თუ მაინც დასვა კითხვა და რაღაცა მიზეზის გამო არ უნდა უპასუხოს, არ აქვს პასუხი, არ აქვს განწყობა, არ ვიცი, არ აქვს პასუხი, არ არსებობს ხო პასუხის ვალდებულებას, ვერ დავალდებულებთ ადამიანს. რა თქმა უნდა ჟურნალისტს შეუძლია დაუსვას კითხვა და ეს აჩვენოს მაყურებელს. რა თქმა უნდა თუ კი ის არ უპასუხებს ამ კითხვას, ესეც აჩვენოს მაყურებელს. რა თქმა უნდა თუ კი ის იტყვის რომ აღარ გაძლევთ ინტერვიუს და შებრუნდება და წავა, ესეც აჩვენოს მაყურებელს. არ უნდა გააკიდებას რაღაცია. ხო არაფერი დატვირთვა ინფორმაციული აღარ აქვს, ხომ? თუ კი მას უნდა მაყურებელს აჩვენოს რომ აი ნახეთ დეპუტატს არ აქვს კითხვაზე პასუხი, უარს ამბობს. ეს ნაჩვენებია, ამას ვერავინ შეეხება, მაგრამ აი ამ გააკიდებას გარდა იმისა რომ რაღაცა მოყანყალი კამერას კადრი ჩანს და დრამატურგია არის. თქვენ რომ გამოიაროთ შემთხვევით და იდგეს ჟურნალისტი, თქვენ თუ არ მოგინდებათ კომენტარის გაკეთება, ჟურნალისტი არ უნდა გამოგეკეთოს. აი ეს არის. ხო, მაგრამ იმიტომ ამ გამოკიდებას ყველაფერა თუ არ ვაძლევ კომენტარს, არ ვაძლევ კომენტარს. ეს ცდება პარლამენტის შენობაში. დიახ, თავისთავად ეს პარლამენტში. და ბატონ შალო, აქვე ფინალში ჩვენ ინტერვიუ გაგვიგზავნა. სახალხო დამცველზე მინდა კითხოთ. ვერ აირჩია საქართველოს პარლამენტმა. სხვათა შორის გირჩებმა თქვეს, რომ აგერ იაგო ხვიჩიასთვის დაეჭირათ მხარიო და იყო შესაბამისი ხმებიო. რა უნდა ხდეს ახლა პარლამენტმა, ესე ხო არ იქნება, რომ მოვალეობის შემსრულებელი იყოს კარგახანი კიდე სახალხო დამცველი? ხო, ნახოთ, უპირველეს ყოვლისა, ყველანი თუ შევხედოთ, ეს არის განსაკუთრებით უმრავლესობის ინტერესში, რომ მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა. თუ კი გავაანალიზებთ ყველანაირად პრაგმატულად, რაციონალურად ინტერესების, პოლიტიკური ინტერესებით, ეს არის უმრავლესობის ინტერესში, რომ ავირჩიოთ სახალხო დამცველი, ვინაიდან ინსტიტუცია ხელმძღვანელის გარეშე ეს თავად სახელმწიფოსთვის ასე ვთქვათ, სისუსტე არის, იმიტომ რომ გარკვეული არასტაბილურობა არის ინსტიტუციაში, ამიტომ ჩვენ ინტერესში არის ეს ყველანი. და ამიტომაც იყო, რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ თავდაპირველად, რომ ოპოზიციისთვის მიგვეცა შესაძლებლობა ჩამოყალიბებული იყო თვითონ ერთადერთი რაც ჩვენ დავაყენეთ პირობად, რომ შემოგთავაზეთ მრავალფეროვნება, რომ არ ჩავკეტოთ არჩევანში, ერთ არჩევანში და გარკვეულ გვირაბში არ მოგვაქციოთ, რომ სხვა არჩევანი არ გქონდეს, გითხარით 7 კანდიდატი, რომელსაც საქართველოს 3.7 მილიონიანი საქართველოს ცხოვრების მოსახლეობიდან 7 ადამიანი გითხარით და იმ 7-დან ჩვენ ერთ-ერთს ავიჩეთ. რა ვნახეთ, 7-ის კი ვერ დასახელდა საბოლოო ჯამში 3 კანდიდატი იყო, რომელზეც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, რომელიც სამწუხაროდ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების განლევის ქვეშ მოექცნენ, ფეხი ვერ მოიცვალეს და როგორ რითაც დაიწყეს თავიდან, რომ ან ამ 3-დან იქნება არჩევა, ან არ იქნება, ბოლოშიც იგი დაამთავრეს. ასე ნახოთ, ჩვენ ეხლა მნიშვნელოვანი არის პოლიტიკურ პარტიებს და ჯგუფებს შორის იყოს კონსულტაცია.
სამწუხაროდ კიდევ ერთხელ არასამთავრობო სექტორმა აქ უფრო ნეგატიური და დესტრუქციული როლი შეასრულა. ვფიქრობ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ ჯგუფებს უფრო მეტად შეცდოთ უნარი, რომ ერთმანეთში მოძებნონ კონსენსუსი. ჩემი გამოცდილება არის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებითაც გქონდა შესაძლებლობა რამდენჯერაც პარტიები დავსხედით გარე აქტორების გარეშე, იმდენჯერ შესაძლებელი გახდა შეთანხმება, იმიტომ რომ ყველა მოქმედებს საკუთარი ამომრჩევლის ინტერესით და ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ხოლმე მაგიდის გარშემო. ასე რომ მე იმედი მაქვს რომ ეს შეთანხმება. მადლობა ბატონო შალვა რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. თქვენ უსმენთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ შალვას და უნდა გადავიდეთ სპიკერატიდან ყავს მეორე სტუმარი თავმჯდომარის მოადგილესთან ახლა უკვე ოპოზიციიდან ბატონ ლევან ნინოს